მათი შიში ჩვენი ძალა. ამ სახელწოდებით იწყება ამ წუთებში აქცია რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. ამით შეკრებილები ეხმიანებიან წუხენდელ დაკავებებს, როდესაც აღდგომას პოლიციამ აქციის ორი მონაწილე აღდგომის მილოცვის საპასუხოდ დააკავა. ლიზი ვეკუა გვერდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ლიზი, დაიწყო თუ არა აქცია და რას ამბობენ ადგილზე შეკრებილები? დიახსაფო, ამ წუთებში იწყება პარლამენტის წინ მოქალაქეების შეკრება, მოქალაქეები იკრიბებიან და დაანონსებულია აქცია სახელწოდებით მათი შიში ჩვენი ძალა, რომელიც დაანონსდა მას შემდეგ, რაც გუშინ ჩვენ აღდგომის დღეს ვიხილეთ დაკავებების მორიგი სერია პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე და დააკავეს ორი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი პოლიციელებს სიტყვიერად ეუბნებოდნენ უბრალოდ ქრისტე აღსდგას და უილცავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამის შემდეგ ორივე მოქალაქე დააკავეს და გავრცელდა ინფორმაცია და დაანონსდა ეს აქცია. მე კადრში დაგანახებთ, ჯერჯერობით ასეთია ახლა ვითარება, ამდენი ადამიანი არის ჯერჯერობით შეკრებილი, თუმცა მოქალაქეები აპირებენ რომ მოვიდნენ და გააპროტესტონ სწორედ ის დაკავება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე. მე გავესაუბრებით თვითმხილველებს, თათია ფრიამაშვილს, სამოქალაქო აქტივისტს. თათია, ჩვენ გუშინ ვიხილეთ კიდევ ერთხელ პოლიციის მხრიდან მოქალაქეების დაკავება, თუმცა გუშინდელი დაკავება იყო განსხვავებული, განსხვავებული მიზეზით, რადგან ქრისტე აღსდგა. ამ შეძახილის გამო დაიჭირეს ორი ადამიანი, რომლებიც ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ უბრალოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც. აი, მოგვიყავით გუშინ როგორ განვითარდა მოვლენები, თქვენ აქ იყავით და რა ხდებოდა რომ მოუყვეთ მაყურებელს? ჩვეულებრივად როგორც ყოველ დღე, როგორც 145 დღეა გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, რადგან ჭიჭინაძეს და 9 აპრილის ქუჩაზე გამოჩნდნენ პოლიციელების ძალიან ბევრი რაოდენობა, ნიღბიანები, კრიპოლის თანამშრომლები და დაიძინენ, მოვიდნენ, რომ გითხრას უნდა გაგვახსნა გზა. დავემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას, გადავედით გზიდან, რადგანაც ბიჭები ეუბნებოდნენ, რომ ქრისტე აღსდგა, უილცავდნენ აღდგომას პოლიციელებს და უცებ ქრისტე აღსდგას პასუხად გვესმის, რატომ მირტყამ, ჩემით მოვდივარ, არ დამარტყათ და მსგავსი შეძახილები. არანაირი ქრისტიანობა, არანაირი რელიგია, არანაირი ღმერთია და არანაირი მწამსი უკვე აღარ არსებობს ბიძინა ივანიშვილის პოლიციისთვის. ყველაფერს გადააბიჯეს, ყველაფერი ფეხით გადათელეს, არანაირი თავმოყვარეობა და არანაირი რელიგია უკვე ამათან აღარ არის საპასუხო და სალაპარაკო თემა. თათია, გითხავთ ასევე, ჩვენ ნახეთ ბევრჯერად, მაგალითად 31 მარტის აქცია, როცა იყო დაანონსებული და დილას აქ იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები შეკრებილი, ნახეთ გელა ხასაიას დაკავებას და აი ასე პერიოდულად ხედავთ ხოლმე რომ აკავებენ ამ ადამიანებს და აი ამით რას ცდილობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, თქვენ რას ფიქრობთ, ან თქვენ დაშინებას თუ აი რას ემსახურება ეს, როდესაც პერიოდულად ხედავთ ხოლმე რომ აი ესე ორი ერთ-ერთი ადამიანი მიჰყავთ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევით ასამართლებენ? კი, ჩვენ გვინახავს ადრე ცარიელი ფურცლების გამო დაუკავებიათ ადამიანები დაუკავებიათ სკამების გამო, ადამიანები დაუკავებიათ ტაშის დაკვრის გამო, გელა ხასაია დააკავეს, იმიტომ რომ ჩანთა არ გაუხსნა და ეს მისი ჩვეულებრივი უფლებაა. ამით უბრალოდ ცდილობენ რომ მიგვაჩვიან მორჩილებას, შეგვაჩვიან იმას რომ ყველაფერი რასაც ამბობენ ვითომ კანონიერი მოთხოვნა. რეალურად ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ იმას რომ თუ ჩვენ ვიქნებით მორჩილებაში რეჟიმთან, რომელიც არის ძალადობრივი და ძალადობაზე დაფუძნებული და არის სასტიკი, მაგ რეჟიმთან უნდა ვიყოთ ყველანაირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში, ყველანაირი წინააღმდეგობა იქნება გამართებული და სწორი ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, სამშობლოს, ღირებულებებს, ქართულ ღირებულებებს ვიცავთ და უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში რუსულ რეჟიმთან. ძალიან დიდი მადლობა, თათია ფრიამაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, გავესაუბრები ასევე ლევან ზაზაძესაც. ლევან, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს მსგავსი დაკავებები რუსთაველის გამზირზე, თუმცა გუშინ რაღაც განსხვავებული ვიხილეთ, მაინც განსხვავებული მიზეზით. აი რომ შევაფასოთ საერთოდ რას ცდილობს ამით ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თქვენს დაშინებას, ჯარიმებით ეს აშკარა რომ არ გამოვიდეთ, რადგან 154 დღე იყო, გუშინ 154 დღე იყო, თუ სწორად მახსოვს რომ მაინც გადაიკეტა რუსთაველი და ეს ყოველდღიურად ასე ხდება ხოლმე. აი რას უკავშირებთ თქვენ ამ ყველაფერს, ამ დაკავებების სერიას? რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დაშინების ცდილობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოველთვის გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და გუშინ ჩვეულებრივად მოხდა ხო, ანუ გზის განთავისუფლება, რაც ყოველ დღე ხდება ხოლმე, ანუ დაიმორჩინენ აქტივისტები, რა დროსაც ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა უბრალოდ ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ჩვენს პოლიციას და უთხრა ქრისტე აღსდგაო. და ამ დროს პასუხს მოელოდა რაც რო ეტყოდნენ ჭეშმარიტად, ხო, მაგრამ მიიღო პასუხი, დააკავეთ და დააკავეს. ანუ ერთს დაიჭერენ 10 გამოვა, ორს დაიჭერენ 20 გამოვა, რაც არ უნდა იყოს, ამით ვერ დაგვაშინებენ ჩვენ უფრო მეტი გამოვავთ ყოველთვის და
ეს მათი რუსული დემონსტრირება და ეს მათი რუსული საქმე და საქციელების არ გვეშინია. ძალიან დიდი მადლობა ლევან ზაზაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მე ახლა კადრში ვხედავ რომ მოვიდნენ რეჟიმის პატიმრის ზვიად ცერცხლაძის დედაც და მამაც და ნარგიზ დავითაძეს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. გამარჯობა ქალბატონო ნარგიზ, ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ თქვენ რუსთაველის გამზირზე. ახლა უკვე აქცია დაანონსდა დღეს მას შემდეგ რაც გუშინ ორი მოქალაქე დაიჭირეს, ქრისტე აღსდგას ამ მილოცვის გამო პოლიციელებისადმი. აი რას ვუყურებთ ახლა საერთოდ რა სიტყვით იმ ფაქტზე რაც გუშინ მოხდა და აი შეიძლება საერთოდ რომ შეაფასოთ ეს მოვლენა შეძლებთ? რას ვფიქრობ ახლა გუშინ 11-ზე გადაწყვიტეს რომ ხალხი დაერბიათ ხალხი იყო გაწვიმდა და შეფარებული წვიმას რომ გამოვიდნენ ხალხი და დადგნენ გაბრაზდნენ ამაზე და ნახევარ საათში გადაწყვიტეს რომ იმდენი ერთ კაცი 10 პოლიცია მოდიოდა სულ აი სამარცხვინო იყო და არ იდგნენ ისინი შუაგზაზე კუთხეში მშვიდად ლამაზად რა ვიცი მე ვითომ შეაშინეს, ვარეს იქნეს, იმის მერე უფრო მეტი გამოვიდა ხალხი და საყვედურობდნენ პოლიციას, რომ 10 წუთში ისედაც ვიშლებოდით, რა საჭირო იყო ეს სცენარები, ყველა ხალხი გამოიყვანეს სახლიდან, არ ვიცი რა. აი რას ცდილობენ ამით თქვენი აზრით? შეშინებას, მაგრამ არავინ აღარ შეშინდება, უკვე ყველა გადაიღალა ამათი შოუების და წინასწარ რაღაც აგუებენ ხალხს რომ ასე არავის არ გვეშინია. პირიქით ემზადებია ყველა რომ ერთი რამე ზედმეტი გაბედონ. დღეს ახლა ბევრი სასაფლაოზეა წასული და ამბობს რომ სასაფლაოს მერე გამოვალთ. თვითონ ესენი ისე იქცევიან რომ 24 საათიან რეჟიმში თვითონ გადაგვიყვანეს. ჩვენ კი არ გვინდოდა ეს დაძაბულობა. თვითონ ძაბავენ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ვერ გავჩერდებით ჩვენ ქვეყანა და შვილები ყავს გადასარჩენი, ასე რომ ბრძოლა ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა რეჟიმის პატიმრის ზვიად ცერცხლაძის დედას ნარგიზ დავითაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მოკლედ როგორც გითხარით, აქცია სახელწოდებით მათი შიში ჩვენი ძალა უკვე იწყება რუსთაველის გამზირზე. აქ იკრიბებიან როგორც სტუდენტები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, რეჟიმის პატიმრების მშობლები და ის ადამიანები, რომლებიც ზეურად 140 დღეზე მეტია უკვე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან და როგორც უკვე გითხარით, ეს აქცია დაანონსდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვიქილეთ კიდევ ერთი დაკავების სერია დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებმაც პოლიციას უბრალოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.